ქართულ პოლიტიკაში კაცები რო წითელ წიგნში არის უკვე შეტანილი და იშვიათ ჯიშის სახეობებს წარმოადგენს, აი მაგაზე მინდა გელაპარაკოთ ცოტა ხანი. ახლა ვნახებ გია ბარამიძე ნაცი, ვეტერანი ნაცი. აზიარებს ვიღაც სექტანტი ნაცი ქალის პოსტს, სადაც ეს ქალი ლანძღავს ნანკა კალატოზიშვილს. და ბარამიძე ამას აზიარებს და დიდი მადლობაო იმ ნაც ქალს სექტანტს უხდის. ანუ ნანკა კალატოზიშვილმა დაწერა, რომ ბარამიძე ისო დააბრეხვა ქართველებს ტყვეები არ ჰყავდათ ხორეտնენო. ეს ბარამიძე დებილი არის თუ მტერიო, გამაგებინეთ ერთიო და ბარამიძემ აესე გადაუხადა სამაგიეროდ. აწმუნებული ვარ იმ ნაც ქალს დააწერინა რაღაცა და მე თავის გვერდზე გამოდო, რომ აი ნაცი ქალი სექტანტი როგორ ლანძღავს ნანკა კალატოზიშვილს. ეს სად გასწავლეს ბარამიძე? ნაცმოძრაობაში გასწავლეს ეგეთი კაცობა, რომ ქალი ქალს ორ ლანძღავს შენი გულისთვის, შენ უნდა დადო ეს პოსტი და დააწერო მადლობაო, რომ მას სიამოვნე ქალაო, ნაცსექტანტ ქალსო მიმართო, ვაი თქვენს პატრონს. აი ეს უბედურება გვჭირს ჩვენ. ეხლა მე ამას ვლაპარაკობ, რა ვიცი, ამაზე მეტი უხერხულობა რა უნდა იყოს, რომ კაცი დაბერდა, კლიმაქსის კარები უკვე შეღებული აქვს და ელემენტარული კაცობა ვერ ისწავლა. აი რითი განსხვავდება ახლა ეს ბარამიძე იმ ლახანკაში ჩაყრილი წიწიბურასთან უცნობი რო ქვია, რომ ის პირდაპირ ეთერში ჭორაობდა ნანკა კალატოზიშვილზე. სააკაშვილთან ერთად იყო ჩაკეტილი მარჯანიშვილის თეატრშიო. არა და ტყუილი იყო ეგ. თითქვილელების სხვა ამბობენ, რომ ჩვენ სხვაგან ვიყავით მაგათ დროს მე და ჩვენთან არ გავ. კაი, მაგას თავი გავანებოთ. ახლა ბარამიძე კაცობა. ბარამიძე იყო ზურაბ ჟვანიას გაზრდილი. ჟვანიამ გაზარდა და კაცად აქცია. აი ეს ტყეების გასვლა გამოცვლაზე რო ლაპარაკობს, მაშინ დეპუტატი იყო და არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმ ტყეებზე რაღაც მოლაპარაკებებს. პაატა ზაქარიაშვილმა თქვა, ვინც მართლა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ჩვენო დავამთავრეთ მოლაპარაკებებს აფხაზებთან, რომ ბარამიძე მერე ჩამოდიოდა როგორც დეპუტატიო და როგორც საქორწინო გენერალი, ასე თქვა, აი მეცაქავარო რა, იტყამდა ამ ყველაფერს მედალივით გულზე. და ჟვანია რომ მოუკლეს ბარამიძეს, ვინც მოუკლა სააკაშვილი, იმაში გადახდა ბოსტანში ეგრევე და არ შეიმჩნია ის, რომ საზრობები დააბრალეს თან ჟვანიას, რომ ტრადიციული სექსუალური ურთიერთობების დროს გაიგუდა გაზით, იმიტომ რომ ის გვარი იყო აზერბაიჯანელი ახალგაზრდა, რომ მიუყვანეს ცალფეხზე, რომ ფეხსაცმელი არ ეცვა რატომღაც. ცალი ფეხსაცმლით მივიდა ის აზერბაიჯანელი, სხვაგან მოკლეს და მიუყვანეს ჟვანიას და ჩაუდეს გვერდზე. ცალი ფეხსაცმელი არ ჰქონდა იმ აზერბაიჯანელს. და ეს ყველაფერი შეჭამა ბარამიძემ. ჟვანიას მოკვლაც და ჟვანიას თავსლაფის დასხმაც. და პირადად მე მეუნებოდა იმისი არ იყო ჟვანიას და სააკაშვილის, რომ მიმტკიცებდა, რომ შევარდნაძე მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, ღმერთმა გამოგვიგზავნაო. მე მიმტკიცებდა, როგორც ჟურნალისტი. და რამდენიმე წელში დაამხო ხო მაგას, ის ეგეც მონაწილეობდა. ზუსტად დღეს იგივეს ლაპარაკობს სააკაშვილზე. რასაც მე მიმტკიცებდა შევარდნაძეზე, დღეს იგივეს ლაპარაკობს, რა წლებია იგივეს ლაპარაკობს სააკაშვილზე, რომელმაც ჟვანია მოუკლა და დრასტობა დააბრალა ჟვანიას. საკუთარ მემუარებში უწერია სააკაშვილს ეს, რომ ერთ უხერხულ მდგომარეობაში ვნახეთო პრემიერ-მინისტრის გვამიო. აი ეს არის რა. აი ეს არის ბარამიძე. ეს არის კაცობის პრობლემა საქართველოს პოლიტიკაში. რა პოლიტიკაში ყველგან ეგეთი არ არის ახლა. რაზე ვილაპარაკო კაცო ახლა. ბორია სველსო გირტყამს სახეში და მაინც იმას ლოკავ. ხოცებზე ვილაპარაკობ. ამის მერე რა კაცი ქვია.
აი რომ დაждები სადაძელოს ვსვამს უფროსთან ჩვენ ძმაო ღვთისმშობლის წილხვედრები და ამ დროს ბიძინა ურტყამს სველს სახეში რა განამარტო ბიძინა კაცო ყობახიძე რა ვიცი პაპუასაშვილი ყაველაშვილი ზარქუაც კი ყველა აი ქოც კაც რო კაცობენ სახეში ურტყამენ სველსთან და ესენი კაცობენ ქვეყანას უყიდიან კრწანიში ქართველი გმირების ძვლებზე არაბული ბორდელების აშენებას უპირებენ და ესენი მაინც ჩვენ ძმაო ქოცები და ნაცების როგორ და არა გამოტენილია მთელი საქოცეთი ნაძალათებით და იქ ქოცი უფრო მეტია თუ ნაცი უკვე ვეღარ დაითვლი დავთვალოთ ახლა გივი მიქანაძიდან დაწყებული და ეს ქვია მაჟორიტარი დეპუტატები რო არიან მარადწვანეები ნაცების დროსაც მაჟორიტარები რო იყვნენ რაჭის დეპუტატი რა გვარია ეს და მესტიის დეპუტატი ვიცკა ჯაფარიძე და ესენი მელაპარაკებენ ნაცებთან ერთნი არიან ესენი აი ბარამიძის ნაირები არიან ქალის მიერ ქალის გალანძვის პოსტი რო დადო საკუთარ გვერდზე და მადლობაო დიდიო თან გადაუხადა იმ ნაცებთან ქალს რომ ნანკაკალადოიშვილს რომ კარგად შეძდექიო გალანძღეო აი ეს ხართ რა ვიცი კიდევ ვილაპარაკოთ კაცობაზე ეს კაცობა ის როგორ ან გააქვს ან არა გაქვს ან ჯიში და გენში გაქვს ან არა გაქვს ვერ შეიშხაპუნებ იმით რა ქვია პიპეტკით ვერც ცხვირში და ვერც ნაწყლში ვერ ისწავლი ამას და რაც არა გაქვს და როცა არა გაქვს კაცობა იქ პოლიტიკაში როგორ უნდა გააკეთო საქმე შენი სამშობლოსთვის აი ეს მარტივი კითხვა უნდა დავსვათ თან ყველაფერთან ერთად და ეს არის პასუხი რიტორიკულ კითხვაზე რა გვჭირს რა უბედურება კაცების დეფიციტი გვჭირს კაცების მაგვირად ტრაკები კაცობენ აი ეგ არის ვისაც ახლა გულზე ხვდება ეს და ყურში უშნოდ რომ რა კაცობაზე აგვიტა ლაპარაკიო არა ძმაო ეს არ არის ის რა ქვია ფინეთი და ნორვეგია და ვერც ვერასოდეს ვერ გავხდებით მადლობა ღმერთს მრავალ მიზეზთა გამო რომელსაც ახლა არ ავხსნი ჩვენ ვართ კავკასია ცენტრი კავკასიის და კავკასიური ცივილიზაციის ცენტრი არის საქართველო აქ ჩვენ 13 იმპერიას და მის მასა შერკინებაში 3000 წლის მანძილზე გადავიხადეთ რა ვიცი დათვლილია 300-ზე მეტი ომი ან ყოველ წელიწადში თითო ომი 13 იმპერიას გაუძელით იცით რატომ გაუძელით იმიტომ რომ კაცები იყვნენ ქართველები ეს არის ადგილი კავკასია სადაც სისუსტე სიკვდილის ტოლფასია ევროპაში და სხვაგან ავიცი ამერიკაში შეიძლება ბოლო ქანქარებით იყოს სავსე იქაურობა მაგრამ სახელმწიფო ფეხზე იდგეს და ნორმალურად ფუნქციონირებს აქ აი ამ ეტაპზე მით უმეტეს თურქეთების ირანების და ჩრდილოკავკასიელების და რუსეთების გარემოცვაში აზერბაიჯანიც არ დაგვაუწყეს რომელიც უკვე 10 მილიონია და თვალი უჭირავს საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებზე ვიცოდეთ ისე ეგეც ჩვენი სტრატეგიული მეგობარება აი აქ კიდევ ვიმეორებ სისუსტე არის სიკვდილის ტოლფასი და ესეთი კაცები აქ ვერ იხსნიან საქართველოს პირდაპირ და გადაანთი მნიშვნელობით ჩვენ სასიკვდილო საფრთხე გვემუქრება კიდევ და კიდევ იმიტომ რომ კაცების ნაკლებობა გვაქვს პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც აი ასე გავცელეთ ეს ვიდეო და თქვენც ფიქრებთ და დაწერეთ კომენტარებში